მოგესალმებით ძვირფასებო. ახლა მინდა გავითვალისწინოთ ჩემი ერთ-ერთი გამომწერის თხოვნა, რომელმაც კომენტარებში დამიწერა, რომ გთხოვთო გაგვიშალეთო კითხვაზე, თუ რა ბუმერანგი დაუბრუნდებათო ჩვენს არაკეთილის მსურველებსო. და რატომაც არა, ძალიან საინტერესოა, თუ რა ბუმერანგი ელოდებათ ჩვენს არაკეთილის მსურველებს. ამიტომ ახლა კონცენტრირდით არაკეთილის მსურველებზე, მეგობრებო. კონცენტრირდით და ჩვენ გავიგებთ, თუ რა ბუმერანგი დაუბრუნდებათ, ან შესაძლოა უკვე დაუბრუნდათ კიდეც მათ. ნახოთ. რა ბუმერანგი დაუბრუნდებათ? რა ბუმერანგი დაუბრუნდებათ მათ? პირველი იქნება, ესე იგი, თავად ეს არაკეთილის მსურველი. შესაბამისად შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სხვადასხვა არაკეთილის მსურველი და შემდეგ სიგნიფიკაციას, როდესაც მოусმენთ, აღმოვაჩენთ ნამდვილად ის არის თუ არ არის ის. არაკეთილის მსურველი პირველი. არაკეთილის მსურველი მეორე. არაკეთილის მსურველი მესამე. ჩაიფიქრეთ რომელიმე ვარიანტი, ან თუ გინდათ უყურეთ სამივეს, რომელიმეში აუცილებლად იპოვით თქვენს არაკეთილის მსურველს, რადგან უკვე გახსენით ეს ვიდეო, რადგან უკვე უსმენთ ამ ვიდეოს, ესე იგი აუცილებლად შეგხვდებათ ინფორმაცია თქვენს არაკეთილის მსურველთან დაკავშირებით. დავიწყოთ. არაკეთილის მსურველი, პირველი ვარიანტი. ვინ არის ეს ადამიანი? პირველი ვარიანტის შემთხვევაში ეს არის ქალბატონი, ქალი, დაახლოებით შუახნის ასაკამდე, ესე ვიტყვი. ეს შეიძლება იყოს დაახლოებით ასე 55 წლამდე ადამიანი, რომელიც არის ძალიან თავმომწონე, ამბიციური. ეს არის ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად კონცენტრირებულია ყოველთვის თავის პირად კმაყოფილებაზე.
ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ძვირადღირებული ნივთები, ტანსაცმელი. ძალიან დიდი რაოდენობით ყიდულობს ტანსაცმელს. უნდა რომ საზოგადოებაში თავი წარმოაჩინოს როგორც ძალიან მედიდურმა, დახვეწილმა, ყველაფრით უზრუნველყოფილმა ქალბატონმა, რომელსაც არაფერი აკლია, არც ტანსაცმელი, არც თავის მოვლის საშუალებები, არც ფინანსები და ყველაფერი აქვს იდეალურად წესრიგში. ეს არის ადამიანი, რომელიც ხალხის თვალის დასანახად ცხოვრობს. ეს არის ადამიანი, რომელიც სიმდიდრეს არის დახარბებული, მატერიას არის დახარბებული, მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხმა დაინახოს ის როგორც ძალიან მატერიალურად უზრუნველყოფილი, რომ როგორ უვლის თავს, როგორ კარგად აცვია, როგორი მდიდრული მანქანა ყავს, როგორი ფოე და გრანდიოზული და ესეთი გრაციოზული ჩაცმულობა აქვს, ამ ადამიანს უყვარს ესე თავაწეულს, სიარული, წელში გამართულს რაღაც ეს კისერი აქვს თითქოს რაღაცნაირად, აი წამოზრდილი, აი რაღაც გრძელი კისერი აქვს და ეს თავი რაღაცა ამაყად მედიდურად უჭირავს. ძალიან ბევრი ტრავმა აქვს ამ ადამიანს და ამ ყველაფრით ცდილობს სხვათა შორის ამის გადაფარვას. მაგრამ სინამდვილეში ძალიან კარგად იცის ამ ადამიანმა, რომ არაფერიც არ გააჩნია. არაფერი არ გააჩნია. ეს ძალიან კარგად იცის, უბრალოდ საზოგადოებას მაქსიმალურად წარმოუჩენს საკუთარ თავს, როგორც ძალიან ყდემამოსილ, დიდარ, ყველაფრით უზრუნველყოფილ ქალბატონად. ეს ქალია, პირველი ვარიანტის წარმომადგენელი. თუ ამოიცანით ეს ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ძვირადღირებული ნივთები, შეიძლება ძვირადღირებული არ იყოს და ზოგჯერ რაღაცების ფასებიც კი დააბუქოს ხოლმე, სხვათა შორის ასეთ ადამიანებს ჩვევიათ, მაგრამ უყვარს აი სუნამოები, ტანსაცმელი, აქსესუარები და რაღაცა თავის წარმოჩენა, რომ აი როგორი ესეთი ქალბატონია რა, აი ყველაფრით უზრუნველყოფილი და დიდრული და კარგად ჩაცმული და ასე შემდეგ. თუ დაინახეთ ამ ადამიანში, თუ ამოიცანით თქვენი არაკეთილის მსურველი, მაშინ გააგრძელეთ ყურება. მე ამოვიცანი სხვათა შორის ჩემი არაკეთილის მსურველი. ეხლა ნახოთ, შემდეგი კითხვა მაქვს ასეთი. რას გერჩით, ან საერთოდაც რას გერჩოდათ ეს ადამიანი? რატომ დაგაზიანათ? რატომ გაგანაწყენათ? რატომ მოგაყენათ ზიანი? რას გერჩოდათ? რას გერჩოდათ ეს ქალბატონი? ხო, განდეგილი. რას გერჩოდათ? ერთ არკანსაც დავამატებ. რას გერჩოდათ? თვითონ ეს ადამიანი ხომ არის ძალიან ესეთი ყდემამოსილი და უნდა რომ რაღაცნაირად უნდა რომ მასზე იყოს ადამიანების
ყურადღება მიმართული თვითონ იყოს ყურადღების ცენტრში, როგორი საოცარია, როგორი კარგია, ამ ადამიანს ეყვარება ზოგადად საკუთარი თავის ქება დიდებაც, ან მაგალითად ეყვარება ვიღაცებთან ლაპარაკი იმაზე თუ რამდენი გააკეთა, რამდენი შეძლო და ამ დროს აქედან მხოლოდ რაღაცა 20% შეიძლება შეესაბამებოდეს სიმართლეს, ანუ ეს არის ადამიანი, რომელსაც პათოლოგიურად სყურია და პათოლოგიურად სჭირდება ადამიანებისგან აღიარება და დაფასება. ამიტომაც ვთქვი, რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი ტრავმები აქვს ცხოვრებაში მიღებული, დიდი ალბათობით ბავშვობაში, იმიტომ რომ ბავშვობიდან მოდის ძირითადად ჩვენი ტრავმები, დიდი ალბათობით ამ ადამიანს ბავშვობაში არ აფასებდნენ, არ გაზრდილა სიყვარულში, არ გაზრდილა დაფასებაში, პატივისცემაში და ახლა ადამიანებისგან აქვს, ანუ ეს მისმა ქვეცნობიერმა ძალიან კარგად იცის, რომ მას ყოველთვის აკლდა სიყვარული, ყოველთვის აკლდა ამ ადამიანს სიყვარული და ეხლა აქვს მას პათოლოგიური მოთხოვნილება, ყოველთვის ქონდა და ზოგადად მისი საუბარი თავიდან ბოლომდე იცოდეთ, რომ ეს არის სიყალბე, ეს არის სიცრუე. ძალიან ბევრ რამეს აკეთებდა ყოველთვის ხალხის თვალის დასანახად, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა ვიღაც იყო და სულ სხვა რამეს წარმოადგენდა. ეს არის ყალბი ადამიანი, მინდა გითხრათ, რომელსაც საზოგადოების ახლაც კი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გაჟონა და ბევრმა ადამიანმა უკვე მისი ნამდვილი სახეც დაინახა და დაეჭვდნენ უკვე ეს ადამიანები მის პიროვნებაში. ბოლომდე ყველა მაინც ჯერ კიდევ არ იცის ვინ არის და რას წარმოადგენს, იმიტომ რომ ძალიან ასეთია მანიპულატორია, იტყუება, მუდმივად იტყუება ეს არსება, მინდა ვთქვა, მუდმივად იტყუება და ყოველთვის ცდილობს, რომ რაღაცნაირად ჩანდეს ხალხში რა, იყოს აღიარებული, რაღაცნაირად საპატივსაცემო და დაფასებული ფიგურა. აი შეიძლება უყვარდეს რაღაც ესეთი მოსასხამები, რაღაც ისეთი ცოტა გრძელი მოსასხამები უყვარდეს, რაც უფრო მეტად გაუსვამს მის თითქოს მდიდრულ მდგომარეობას ხაზს. რას გირჩოდოთ თქვენ? ოი, ჩემო ძვირფასებო. პირდაპირ მნიშვნელობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანს თქვენ მიმართ აქვს ზოგიერთი შემთხვევაში გაცნობიერებული და ზოგიერთი შემთხვევაში გაუცნობიერებელი შური და ბოღმა, ღვარძლი. იმიტომ რომ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამ ადამიანმა თავისი ენერგია ჩადო იმაში, რომ ადამიანებს საკუთარი თავი შეუფუთოს და ისე წარმოუჩინოს და ისე აჩვენოს, რომ მათგან პატივისცემა, აღიარება და დაფასება იგრძნოს და დაინახოს. მთელი თავისი ცხოვრება თამაშობს იმისთვის, რომ თუნდაც მცირეოდენი ვიღაცისგან შექება მიიღოს. ამასობაში თქვენ ბრძანდებით ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი სულიერი სიბრძნით დაიბადეთ. თქვენ ხართ ძველი სული. თქვენ დაიბადეთ უკვე შემდგარი, უკვე ჩამოყალიბებული, უკვე დაღვინებული ადამიანი. თქვენ ახლა რამდენი წლისაც უნდა ბრძანდებოდეთ. მინდა გითხრათ, რომ ეს არის მხოლოდ ამ ამჟამინდელი ინკარნაციის წლები, მაგრამ თქვენ სინამდვილეში ხართ ძალიან ძველი სული. თქვენ მოდიხართ ძალიან დიდი
სიღრმეებიდან, თქვენ იმდენი რამე გაქვთ ცხოვრებაში, სხვადასხვა ცხოვრებებში, სხვადასხვა რეინკარნაციებში უკვე გავლილი, ნანახი და გაკეთებული, რომ თქვენ აქ რომ მოხვედით, უკვე მოხვედით ძალიან დიდი სულიერი სიბრძნით და ძალიან დიდი ცოდნით. თქვენ ამ ადამიანზე ხართ ზე აღმატებული. არც კი შეიძლება ზოგადად თქვენი შედარება. გინდათ შეგნებით, გინდა სულიერი სამყაროთი, გინდათ აზროვნებით, ყველაფრით. თქვენ პიროვნულად ხართ უკვე ზე განვითარებული სული. ძალიან ძველი და ძალიან ბრძენი სული. და თქვენ ისეთი ადამიანი ბრძანდებით, ჩემო ძვირფასებო, რომ ამისგან განსხვავებით მთელი თქვენი დაბადების ამ რეინკარნაციაში მობრძანების წამიდან, გაჩენის წამიდან თქვენ ძალიან დიდ სიყვარულს, აღტაცებას, გულწრფელ სიყვარულს და აღიარებას იღებთ ადამიანებისგან. თქვენ პატარაობიდანვე ადამიანებს გულწრფელად უყვარხართ. ადამიანები თავიდანვე გრძნობენ თქვენ სულიერ სიღრმეს, ძალიან გაფასებენ. ამ არსებამ იცის, რომ თქვენ მასზე 100 ძალიან ცოტა, არ ვიცი, მილიონით თავით მეტი ხართ. ყველაფრით, ყველა შესაძლებლობით. თქვენ გაქვთ შესაძლებლობების უსაზღვრო მარაგი. თქვენ გაქვთ ნიჭის უსაზღვრო მარაგი. თქვენში დევს უდიდესი პოტენციალი. თქვენ ხართ უნიჭიერესი ადამიანი. თქვენ ხართ ბრძენი ადამიანი, ჩამოყალიბებული, ყველაფერი რომ იცით. თქვენთან მოდიოდნენ რჩევის საკითხავად. თქვენთან მოდიოდნენ ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის ჰქონდათ თქვენი იმედი. მაგალითად, თუნდაც სკოლაში, სადმე რომ იყო რაიმე საქმე და მოსწავლეები რომ სჭირდებოდათ წასაყვანად, პირველი თქვენ გეუბნებოდნენ, იმიტომ რომ თქვენ გენდობოდნენ. გინდაც მეგობარი, მაგალითად, რომელიღაც მშობელი თავის შვილს მარტოს, სადღაც მარტოს ან თუნდაც სხვებთან ერთად არ გაუშვებდა, მაგრამ როგორცვე გაიგებდნენ ის მშობლები, რომ თქვენც მასთან ერთად იქნებოდით, მაშინ გაუშვებდა. ესე იგი, ხალხს თავიდანვე ჰქონდა თქვენი იმედი, იმდენად საიმედო, იმდენად ბრძენი, ჭკვიანი, ჩამოყალიბებული ადამიანი ბრძანდებოდით. თქვენ მარტივად შეგეძლოთ ადამიანების გულის მოგება, თავიდანვე ძალიან კარგი ავტორიტეტი გქონდათ საზოგადოებაში, თქვენი თუნდაც წიგნიერებით, თქვენი განათლებით, თქვენი აზროვნებით, თქვენი ქცევის სტილით, თქვენი მანერებით, თქვენი სულიერებით, თქვენი ადამიანობით, მეგობრობის უნარით, ურთიერთობების უნარით, გვერდში დგომის უნარით, თქვენ არაფერი არ შეგშლიათ ცხოვრებაში, არაფერი გეშლებოდათ, მეგობრობაც იცით, სიყვარულიც იცით, ერთგულებაც იცით, პატიოსნებაც იცით. ცოდნის და განათლების და ინტელექტის ფასიც იცით. ყველაფრის ფასი იცით. ყველაფრის ღირებულებაც ძალიან კარგად იცით. და ასევე ეს ადამიანი ყოველთვის ხედავდა იმასაც, რომ თქვენ, ჩემო ძვირფასებო, თქვენ ძალიან დიდი მწვერვალების დაპყრობა შეგიძლიათ. თქვენ, შედარებაც არ არის, უბრალოდ შედარება არ არის. ეს არის ვიღაცა მატერიალურ სამყაროზე დამოკიდებული ადამიანი, აი მარტივად რო ვთქვათ, ნახე რამ ხელა განსხვავება არის, ხო? ეს არის აი როგორ არის ზოგადად მასლოუს პირამიდა, ხო იცით? ყველაზე დაბალ საფეხურზე რა დგას? პირველყოფილი ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ ცხოველური ინსტინქტები. რისი ინსტინქტები აქვს პირველყოფილ ადამიანს, ხო? რისი ინსტინქტები აქვს? მაგალითად, ის რომ უნდა გადარჩეს ნებისმიერ ფასად, ის რომ უნდა იკვებოს, მოინადიროს, ვთქვათ, საკვები მოიპოვოს, ასე ვთქვათ, საკვები მოინადიროს იმისთვის, რომ გადარჩეს
გამრავლების, ანუ ქვედა ჩაკრები მუშაობს ამ შემთხვევაში, ხო? მხოლოდ და მხოლოდ მუცლის ამოყურვის და დაკმაყოფილების სექსუალურად თუ მატერიალურად და ასე შემდეგ. აი ეს, რა ვიცი, როგორ გითხრათ, ცხოველის ინსტინქტები ხა, ცხოველს რა უნდა, ხო? ნებისმიერ ფასად ყველაფერს შეჭამს, ყველაფერს გადათელავს და გაანადგურებს. თუ მოშივდა. ეს ადამიანი დგას აი მაგ საფეხურზე. ეს არ არის განვითარებული ადამიანი სულიერად, ემოციურად, არანაირად. ცხოველის ინსტინქტების დონეზე დგას. თუ დააკვირდებით ასია, ჩაცმა, ჭამა, დახურვა, კისერი აწიოს, ოღონდ მაღლა და თავი დაამეტოს ვიღაცებს და ყველაფერზე წავა ამისთვის, სექსუალური დაკმაყოფილება, მეგობრებიც მხოლოდ იმიტომ ეყოლება, რომ პონტის დაქალები სჭირდება, რომ რაღაც მომენტში იმასთან რაღაც საკითხები განიხილოს და გაერთოს, მეტი სულიერი სამყარო ამას არ გააჩნია. და ამ დროს თქვენ ყველაფერი თუ კი რამე ადამიანური არსებობს, ამ სამყაროში ყველაფერი გაქვთ სრულფასოვან დონეზე. და ეს ადამიანი ყოველთვის ამჩნევდა თქვენს აი ამ დიდ პოტენციალს, თქვენს შინაგან ღრმა სულიერ სამყაროს, თქვენს ინტელექტს, ყველაფერს რაც ჩამოვთვალე და ყოველთვის შურდა შინაგანად ვინც გინდა იყოს. როგორ კავშირშიც უნდა იყოს, შეიძლება იყოს ნათესაური კავშირიც კი თან ძალიან ახლო, შეიძლება ოჯახის წევრიც იყოს. დაც შეიძლება იყოს, დედაც შეიძლება იყოს. ჩვენს ქვეცნობიერს ვერ ვაკონტროლებთ. ამ ადამიანს ყოველთვის ქონდა გაცნობიერებული ვიმეორებ, გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი შიში, გაუცნობიერებელი შიში იმასთან დაკავშირებით, რომ აი თქვენ როგორი მაგარი ხართ და რომ თვითონ შინაგანად ყველამ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი შესაძლებლობები და ამან როგორც არ უნდა ეცადოს რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს, ძალიან კარგად იცის სინამდვილეში ვინ არის, რა შეუძლია და რა არ შეუძლია. შესაბამისად, როდესაც თქვენ ხედავდათ ასეც უკვე სრულყოფილ პიროვნებას პატარაობიდანვე, რომელსაც უამრავი პოტენციალი აქვს, ქონდა თქვენ მიმართ შური. და კითხვაზე პასუხი რას გერჩით? იმას გერჩით, რომ ასეთი ხართ. მას აქვს თქვენ მიმართ შური, ბოღმა და იცის, რომ ის თქვენ ვერასდროს ვერ შეგწუდებათ. აი ეს. ამ დროს თავად ეს არსება არის კვერთხების მეფე. უნდა რომ თვითონ იყოს ლიდერი, უნდა რომ მასზე ამოსდიოდეს ყველას მზედამთვარე, უნდა რომ ის ჩანდეს ყოველთვის ყველაზე მაღლა, ის იყოს წარმოსადეგი და არა თქვენ და ამ დროს ეს არსება ყოველთვის იჩრდილებოდა თქვენ გვერდით და მას ეს არასდროს სიამოვნებდა, არასდროს. აი ამიტომაც ვინც გინდა იყოს, იცოდეთ რომ ესია. ეს ადამიანი გერჩით იმას, რომ ასეთი ხართ. ასეთი ხართ. თვითონ უნდა რომ იყოს დაფასებული თქვენზე მეტად ხალხისგან, უფრო მეტად წარმოსადეგი, არ უნდა იცოდეთ ამ ადამიანს არ უნდა ის რომ მასზე მეტს მიაღწიოთ ცხოვრებაში და ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს მისი ეგო ამისთვის. და დარწმუნებული ვარ, ეხლა არკანები არ მომიღია ჯერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანმა თავისი საქციელებით ზუსტადაც წინსვლაში, განვითარებაში, კარიერული კუთხით, ფინანსური კუთხით, შეიძლება სასიყვარულო ნებისმიერ სფეროს შეეხებოდა ეს, იმიტომ რომ არც ერთ სფეროში არ უნდა, რომ თქვენ იყოთ, თქვენ ფრთები გაშალოთ უბრალოდ და იცხოვროთ, იმიტომ რომ დამოუკიდებლად რო იცხოვროთ, ანუ მის გარეშე ის რომ მოიღოთ მისი ცხოვრებიდან უკვე მან ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ იქნებით უსაზღვროდ წარმატებული, სრულყოფილი და ბედნიერი და ეს არ უნდა. შეიძლება ამას თავადაც ვერ ხვდებოდეს, რომ ეს ესია და ეს იყოს გაუცნობიერებელი აბსოლუტურად, თან მით უმეტეს ნათესაური კავშირი თუ არის ამას არც არავინ არ აღიარებს, ხო იცით არასდროს რომ მე ამის იმ შურს და მე არ მინდა რომ ეს ჩემზე მეტი იყოს, ამას ხშირად ადამიანები თავის თავსაც კი ვერ უტყდებიან ხოლმე. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ასია.
მას თქვენი ყოველთვის შურდა. და სწორედ ამიტომაც გერჩოდათ. რას ფიქრობს ეს ადამიანი ახლა და ამჟამად თქვენთან დაკავშირებით? ეს ადამიანი რას ფიქრობს ამჟამად? რას ფიქრობს ამჟამად თქვენთან დაკავშირებით? რას ფიქრობს? რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? ხო, ნახეთ როგორი მომენტია ჩემო ძვირფასებო. თქვენთან დაკავშირებით სხვათა შორის ასეთ რამეს ფიქრობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გეჭიდავთ და ბევრი გებრძოლათ, ეს ადამიანი ამჟამად გხედავთ როგორც გამარჯვებულ ადამიანს, რომელსაც თავზე ადგას დაფნის გვირგვინი. ის გამარჯვებულია. მიუხედავად იმისა, რომ თან მან ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ ძალიან ბევრი ბრძოლა მოგიწიათ, თუნდაც მასთან მიმართებით, ან ამ ადამიანმა ჩაგაჭირათ ცხოვრებაში ისე, რომ მერე ძალიან ბევრი წინააღმდეგობის და დაბრკოლების გადალახვა მოგიწიათ გამარჯვებამდე. და ეს ადამიანი, ამ ადამიანმა იცის მოკლედ რაც გამოიარეთ და ეს ადამიანი ახლა გიყურებთ თქვენზე ფიქრობს, რომ ეს ნებისმიერ ფასად გაიმარჯვებს. მე რაც არ უნდა გავაკეთო, როგორც არ უნდა მოვიქცე, გინდა მე და გინდა სხვები. ეს ადამიანი იმდენად ლიდერია და იმდენად მებრძოლია. იმდენად ყველაფერი გამოსდის, რომ ის მაინც ყოველთვის გამარჯვებული იქნება. ესეთი აზრი აქვს, რომ თქვენ ხართ გამარჯვებისთვის დაბადებული, რომ თქვენ ხართ თქვენი პრინციპების ერთგული და არასდროს უღალატებთ თქვენს პრინციპებს. თქვენ სიტყვას არ გადახოლთ არასდროს. მან ძალიან კარგად იცის, რომ თუ ამბობს, რომ მე ვიღაც არასწორად მომექცა, ეს იმას ნიშნავს, რომ არც ერთ შემთხვევაში თქვენ არ წახვალთ კომპრომისზე, არც ერთ შემთხვევაში თქვენს გადაფურთხებულს არ ალოკავთ და ვიღაცებს თავს არ დაუკრავთ და რაღაცებს არ გაუტარებთ. ასევე, მან ძალიან კარგად იცის, რომ თქვენი მიზნებისთვის თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე ბრძოლა. როგორი წინააღმდეგობებიც უნდა შეგხვდეთ ცხოვრებაში, თქვენ ყველაფერს გაუძლებთ, ყველაფერს გაუმკლავდებით და მაინც იქნებით ბოლომდე, ყველაფერს გააკეთებთ, რომ იყოთ გამარჯვებული. მოკლედ, ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ ხართ საკმაოდ მებრძოლი, უკვე გამარჯვებული, იმიტომ რომ თვითონ ძალიან კარგად იცის, რომ ვერც გაუმკლავდებოდა თავად ვერ გაუმკლავდებოდა იმ სირთულეებს, რასაც თქვენ გაუმკლავდით და აღფრთოვანებული არის თქვენი სხვათა შორის, თქვენი ძალით და თქვენი ენერგიით. რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? თქვენთან დაკავშირებით ასევე ფიქრობს ერთი წამით კი ბატონო, ეს ადამიანი ამჟამად არის ძალიან დადარდიანებული, დამწუხრებული, სხვათა შორის, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი შრომა, არ ვიცი რა, თქვენ იცით მთელი ისტორია, მაგრამ ახლა მე რასაც ვხედავ, იმას გეტყვით, თქვენ მიხვდებით. ეს ადამიანი ამჟამად ფიქრობს ასეთ რამეს, რომ თვითონ იშრომა, არ ვიცი, რაღაცაზე იშრომა თქვენთან დაკავშირებით, რაღაცები აკეთა, მაგრამ ის შედეგი ვერ მიიღო, რაც მას სურდა. და რაღაცნაირად დამწუხრებული და დადარდიანებული არის თქვენთან მიმართებით. უკმაყოფილოა, მოკლედ, ეს ადამიანი თქვენ ხედავთ როგორც გამარჯვებულ ადამიანს და თვითონ არის თავისი შედეგებით უკმაყოფილო. მოკლედ, რაც გააკეთა, რაშიც ჩადო დრო, ენერგია, რაზეც იშრომა, ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი არ დაუფასდა, ანუ მოსავალი ვერ მიიღო იმდენი,
რამდენსაც ელოდა და თქვენ გხედავთ როგორც წარმატებულ და გამარჯვებულ ამაყ ადამიანს, პრინციპულ ადამიანს. და სხვათა შორის ეს ადამიანი სახავს გეგმებს. როგორ უნდა მოგიდგეთ ისე, კიდე იმას ფიქრობს, ან როგორ უნდა მოგიდგეთ ისე, რომ კიდე რაღაცნაირად თქვენი გული მოიგოს. რატო არ გცილდებათ ეს ადამიანი სხვათა შორის ვერ ხვდები? აშკარად აქვს ბოღმა, აშკარად აქვს ღვაწლი, აშკარად თვითონ უნდა ლიდერობა, არ უნდა რომ მიაღწიოთ წარმატებას. გხედავთ როგორც წარმატებულ ადამიანს, გულის კდება და ნერვიულობს და დარდობს იმაზე, რომ რაღაც თავისი შრომა თქვენთან დაკავშირებით წყალში ჩაეყარა და შესაბამის შედეგს ვერ მიაღწია. უკმაყოფილოა თქვენი ურთიერთობითაც, ფიქრობს, რომ თქვენი ურთიერთობა არის გაფუჭებული და სამომავლოდ არ ვიცი რა მიზნით, მაგრამ ეს ადამიანი ფიქრობს, როგორ უნდა მოგიდგეთ ისე, რომ რაღაცნაირად თქვენს ურთიერთობაში სითბო შემოიტანოს. ძალიან უცნაური სურათია, ახლა მე რასაც ვუყურებ. კარგი. ნახოთ ახლა მთავარი კითხვა. ბუმერანგი. რა დაუბრუნდა უკვე ამ ადამიანს იმისთვის, რაც თქვენ დაგიშავათ? რა დაუბრუნდა ამ ადამიანს, რა დაუბრუნდა იმისთვის, რაც თქვენ დაგიშავათ? აბა რა დაგიბრუნდა უკვე? რა დაგიბრუნდა? ოჰო. რა დაგიბრუნდა? რა არ დაუბრუნდა ერთის ვიკითხოთ. რა ხო. კარგი. რა კარმა დაუბრუნდება აწი? რა ელოდება კიდევ მომავალში? ბუმერანგი რა იქნება? ბუმერანგი. ოხო, უნდა განახოთ საკითხავად. რა იქნება ბუმერანგი? ოხო. ბუმერანგი, აუ რა მაგარი. ბუმერანგი. ძალიან კარგი. აიგრე. კარმა კარგი. მოდი პირველ რიგში, აი ძალიან საინტერესოა და მივყვეთ ესე ეტაპობრივად. პირველ რიგში, რა ბუმერანგი დაუბრუნდა უკვე? ეს ადამიანი იყო თავის ტემპერამენტს აყოლილი, მე ყველაფერი შემიძლია, მე ამას გავაკეთებ, მე იმას გავაკეთებ. ძალიან მონდომებული იყო სხვათა შორის თავის ცხოვრებაში, რომ რაღაც სიახლეები წამოეწყო, შეიძლება ეს ეხება მის პირად სასიყვარულო ცხოვრებას, კარიერას, მოკლედ რაღაცას, რასაც ჭირდება ცეცხლი და ენერგია და ძალიან ბევრს ფანტაზიორობდა და ოცნებობდა, აი პირდაპირ მნიშვნელობით ოცნებებში იყო ეს ადამიანი, მაგრამ აქვე არის ღალატი. ვიღაცამ პირველი ბუმერანგი, რაც არ ვიცი, ძალიან ბევრი ბუმერანგს ხედავ აქ და ყველაფერს გავაჟღერებ, არ მეზარება ლაპარაკი. პირველ რიგში, რაშიც ჩადო ძალიან დიდი ენერგია, გარისკა, იბრძოლა და ელოდა რაღაც ძალიან დიდ და გრანდიოზულს, აი ოცნებობდა ამაზე, ზუსტად იქნახა ღალატი. მოკლედ, ვიღაცამ დიდი ალბათობით ეს იყო მამაკაცი, მაგრამ მარტო მამაკაცმა კი არა, ჩემო ძვირფასებო. მას ძალიან ბევრმა ადამიანმა უღალატა, ძალიან ბევრმა ადამიანმა ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ჩააჭირა. აქ მე ვხედავ საუბრებს, ჭორებს, ენებს, ფაქტობრივად მისი რეპუტაცია გათელეს, ფაქტობრივად მისი სახელი ლაპში ამოისვარა პირდაპირი მნიშვნელობით.
პირდაპირ მნიშვნელობით. იმიტომ რომ ის საზოგადოებაში იყო ძალიან ისეთი მშვიდი, რაციონალური, მშრომელი, ანუ წესიერი, პატიოსანი ადამიანის სახელი და იმიჯი ჰქონდა ამ ადამიანს, მაგრამ თავისი უაზრო და თავისი სულელური ნაბიჯებით, აი აბსოლუტურად იცი როგორი ინფანტილური, დაუფიქრებელი, ისიც იმიტომ რომ ვიღაცას რაღაც დავანახო, ისიც იმიტომ რომ რას თქვია ხა ვიღაცას აქვს ეს და მე არ მქონდეს, გინდა პირად ცხოვრებას ახებოდეს, გინდა ნებისმიერ სხვა რამეს და ისეთი დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგა რომ ჯერ ხო უდიდესი ტვირთი აიკიდა, პირდაპირ მნიშვნელობით უდიდესი ტვირთი, უდიდესი პასუხისმგებლობა, შეიძლება ვალები დაიდო. და სხვათა შორის ეს გაუკეთა. ნუ ხა თასების ათიანში პირადი სასიყვარულო პარტნიორია, მაგრამ ნუ დიდი ალბათობით იქნება პირადი სასიყვარულო ურთიერთობა, მაგრამ ახლა რახან ბევრი ხარ, ბევრ ვარიანტს ვამბობ. მოკლედ ვიღაცა ვისთანაც ძალიან ჰარმონიულ ურთიერთობაში იყო და ესეც ზღაპარი შეუქმნა ვიღაცამ სრულიადაც არ იყო ეს ასე. ამ ადამიანის გამო ძალიან დიდი პასუხისმგებლობები წამოიკიდა, რომლის ზიდვა ახლაც ძალიან უჭირს. დიდი ალბათობით მე ვხედავ, რომ ეს არის ფინანსები და შემდეგ როცა ეს წამოიკიდა, არკანი კოშკი. ეს ურთიერთობა ყველაფერი თავზე დაენგრა, რაც ეგონა რომ ძალიან დაბალანსებული ქონდა და დაფრინავდა უკვე ჰაერში და რა ვიცი უბედნიერესი იყო, ყველაფერი დაენგრა, ყველაფერი თავზე ჩამოემხო. ხო უღალატეს, ხო იჭორავეს, ზურგს უკან ხო მიწასთან გათელეს და ლაფში ამასვარეს მისი სახელი. ხო უდიდესი პასუხისმგებლობები აკიდეს და ყველა ურთიერთობა რაზეც იმედს ამყარებდა, რომ დაფრინავდა ჰაერში. ბედნიერი რო იყო, ყველაფერი წყალში ჩაეყარა, ყველაფერი დაუსრულდა. მერე გაუთავებელი კონფლიქტები, უკმაყოფილებები, მერე კარმა, მერე ესე იგი იმდენად დაარღვია ამ ადამიანმა იმდენად დაარღვია ამ ადამიანმა, ესე იგი კარმული, აი მიზეზშედეგობრიობა, ესე იგი ბალანსი დაარღვია ცხოვრებაში. იმდენად ადამიანურად არასწორი ნაბიჯები გადადგა ამ ადამიანმა, იმდენად არასწორად მოიქცა მორალურად და ადამიანურად, რომ სამყარომ ყელში ამოადინა ყველაფერი. აი გაანადგურა პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით, რომ ეს ადამიანი მიწასთან გაასწორა. მიწასთან გაასწორა. ვისაც კი მართლა გულით და სულით მის მიმართ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, იმათად შეზიზღდათ ეს ადამიანი, ისინიც კი როგორები არიან, იცი, ახლოს არ იკარებენ, წავიდნენ, აბსოლუტურად წავიდნენ მათგან ადამიანები და მის აღქმაში ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა წარსულში. იმიტომ რომ ეს ადამიანები თავს აღარ უყადრებენ, ეზიზღებათ, ვერ იტანენ, ანუ იმდენად ლაფში ამოსვარა თავისი ავტორიტეტი და იმდენად უკადრებელი იკადრა, რომ ადამიანებს აბსოლუტურად შესძულდათ. და მე ვხედავ, რომ აქ ძალიან, იცი როგორმა ადამიანებმა აქციეს ზურგი, აი თავის ოჯახის წევრებად რომ მიიჩნეოდა ძალიან ახლო მეგობრებიც შეიძლება იყვნენ, მეზობლები, ნათესავები, ზედ აღარავინ აღარ უყურებს, იმდენად ასე ვთქვათ, შეიძულა ხალხმა. მეტი ბუმერანგი რაღა გინდათ. და რა ელოდება მომავალში? მომავალში ისევ იქნება იმედგაცრუება და მუდმივი ტკივილი, მუდმივ ტკივილში იტრიალებს. ეს ადამიანი კიდე ეცდება, რომ რაღაც ცხოვრება ახლიდან დაიწყოს, ძალები მოიკრიბოს, მაგრამ ჯერ ერთი წარსულეს ეს ტრაუმები მონელებული არ აქვს და ჯერ სად არის, კაი ხანი დასჭირდება, რომ მოინელოს საერთოდ, თუ ოდესმე მოინელა, მაგრამ იმედგაცრუებაზე ექნება. ეგ იცოდეთ. იმედგაცრუებაზე ექნება. ასევე მე ვხედავ იმას, რომ თქვენ, პირადად თქვენ, იქნებით იმდენად შესანიშნავ მდგომარეობაში იმპერატრიცა, ყველაფრით უზრუნველყოფილი, ყველაფრით შემდგარი, უდარდელი, ბედნიერი, გინდაც პირადი ცხოვრებით, გინდაც კარიერით, გინდაც ფინანსებით, გინდაც ავტორიტეტით, აი უსაზღვროდ მაღალ საფეხურზე იქნებით და ეს მას გეუბნებით მორალურად გაანადგურებს, იმიტომ რომ ის დგას შორს, მომავალზე გელაპარაკებთ ახლა. ის დგას შორს, ძალიან უნდა თქვენამდე მოვიდეს, მაგრამ ძალიან დიდი სიშორეა. ერთადერთი ისიც რომ თქვენ ხართ სრული დედოფალი, ისე ცხოვრობთ, რომ აი
არ ვიცი, შემოგნატრის ხალხი თქვენს ბედს და თვითონ არის ესე სულ გაფრთხობილი მიწაზე და შორიდან გიყურებთ და ვერც კი მოდის თქვენამდე. აი არ ვიცი მეტი რაღა უნდა მოხდეს ამ ადამიანის ცხოვრებაში. აბსოლუტურად სხვათა შორის ვხედავ თქვენ შორის კონტაქტის არარსებობას მომავალში. ეს ადამიანი დიდი ალბათობით რატომღაც მაინც ცდილობს, რომ დაგეკონტაქტოთ, მაგრამ სუფეხებზე გკიდიათ. სუფეხებზე გკიდიათ და ამის გამო ეტკინება კიდე მრავალჯერ გული, რომ თქვენ მას არ იღებთ და ნუ რა ვიცი, ბრაის არის რა, თურქული სერიალია ჩვეულებრივი. მოკლედ მომავალშიც არის გულნატკენი, იმიტომ რომ თქვენ მას არ იღებთ არაფრის დიდებით და აბსოლუტურად გადართული ხართ თქვენს ფინანსებზე, თქვენს წარმატებაზე, თქვენ ყავთ გვერდით ადამიანი, სასიყვარულო პარტნიორი, არაჩვეულებრივ მამაკაცი, არაჩვეულებრივ ურთიერთობაში იქნებით მასთან, ამ მამაკაცს გულისხმობ. თქვენ ყავთ თქვენი სამეგობრო წრე, თქვენი კარგი გარემო და ეს ადამიანი იაზრებს, რომ აბსოლუტურად დასრულდა თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ და მასთან სრულიად დაამთავრეთ ურთიერთობა. და მოკვდა, დამთავრდა თქვენ შორის ყველანაირი კავშირი და ამის შემდეგ ამ ადამიანს პირველი განცდა ექნება ის, რომ აი რა მომივიდა. აი, როგორ დატრიალდა ბედის წერა და აი, რა მივიღე ჩემი საქციელებისთვის. შესაბამისად, ეს ადამიანი მიხვდება, რამხელა შეცდომები დაუშვა თქვენთან დაკავშირებით. ეს ადამიანი იქნება სინანულში განადგურებული, გაუბედურებული. აი, ეს არის მაგისი ბოლო, მეტი ამას ცხოვრება არ ექნება. თქვენ იქნებით თქვენს პროფესიაში, საქმეში ძალიან მოტივირებული, ძალიან მშრომელი, აბსოლუტურად წინ მიდიხართ, წარმატებაზე გაქვთ. აი, ყველაფრის ბალანსი, ფინანსური ახლა თუ გაქვთ ფინანსური პრობლემები, ფინანსების დაბალანსება გექნებათ. ისეთი კმაყოფილი იქნებით, ისეთი ბედნიერი იქნებით, ფრთები გამოგესხმებათ. ყველაფერს შეძლებთ. საერთოდ ყველაფერს შეძლებთ, რასაც კი მოინდომებთ, რომ გააკეთოთ, იმიტომ რომ იქნებით ჯადოქარი. აბსოლუტურად ახალ ცხოვრებას დაიწყებთ, აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ცხოვრება გექნებათ და კიდე ერთხელ გეუბნებით. თქვენ გეყოლებათ გვერდით თუ მარტო ხართ, რა თქმა უნდა. თუ უკვე ყავთ ხო, ეს იქნება, მაგრამ თქვენ მარტო არ იქნებით, თქვენ გეყოლებათ გვერდით, თქვენი მეორე ნახევარი, თქვენი ჭკუის, გონების. და აი გეუბნებით, რომ შესანიშნავი წყვილი იქნებით, იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების მეფე, ორი ერთმანეთზე გაგიჟებული, გადარეული ადამიანი, ერთი ჭკუის და აი ბოლომდე რო აწვევით ცხოვრებას და წარმატებაზე, სიახლეებზე, ფინანსებზე და სრული დისტანცირება აი ამ ქაჯი არსებისგან, სრული დისტანცირება მისგან, რომელსაც რატომღაც ვხედავ, რომ და ბევრი შემთხვევაში იქნება ეს ძალიან ახლო წრიდან, შეიძლება ეს არის ნათესავი, ოჯახის წევრი, მშობელი და არ ვიცი, ვიღაც ქალბატონი ასეთი ძალიან ახლობელი, თქვენ იქნებით სრულიად დისტანცირებული მისგან. ნახე როგორი მომენტია, თქვენ ხართ ბედნიერი, მისგან შორს წასული და აი არც დიდად კონტაქტს, აი ხო არათი რომ შემოიფარგლება თქვენი პასუხები მასთან მიმართებით და ამ ადამიანს უნდა რომ ისევ მისი ოჯახის წევრი იყოთ, ისევ მის ახლობლად ითვლებოდეთ, მაგრამ სრული შებოჭილობით მთავრდება ეს ყველაფერი, ის ვერ მოაღწევს თქვენამდე ვერასდროს. ვერ მოაღწევს თქვენამდე. აი ეს არის თქვენი სრული ისტორია პირველი ვარიანტის შემთხვევაში. თუ რეზონირდა ჩემი ძვირფასებო, აუცილებლად დამეწერეთ კომენტარებში, ძალიან გამიხარდება. ეს იყო პირველი ვარიანტი, საკმაოდ ვრცელი გამოვიდა, 43 წუთია ვსაუბრობ თურმე. მაგრამ მე არ შემიძლია ეს ზოგადად რაღაცების განხილვა რა გავაკეთო, ეს ზედაპირულად გაშლები არ შემიძლია. ამას წინათ სხვათა შორის ChatGPT-ს ვეკითხებოდი, მეთქი რა, დამეხმარე მეთქი, რომ რაღაცნაირად ჩემი YouTube გვერდი უფრო მეტად ესეთი გავხატო მეთქი რა, ხილვადი და უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს თქო და შემამთავაზა, რომ მოკლე ვიდეოები უნდა გადაიყო მაგისთვისო და სად შემიძლია ახლა მოკლე ვიდეოები ჩაწერა და მოკლედ ლაპარაკი. მირჩევნია იყოს ვრცელი, ინფორმაციული და ამომწურავი და ვისთანაც მივა, როცა საჭირო იქნება, რა ვქნა ახლა მეტი.
მოკლედ, მადლობა პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს, თუ მოგიწონათ დალაიქეთ, დააკომენტარეთ შემოძურფასება, გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ მსგავსი ვიდეოები არ გამოგრჩეთ. ეხლა გადავიდეთ მეორე არაკეთილის მსურველზე. მეორე არაკეთილის მსურველი, მეორე ვარიანტი, მეორე არაკეთილის მსურველი ხო? ნუ პრინციპში ეგრეა. მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, ვნახოთ, ვინ არის ეს კონკრეტული არაკეთილის მსურველი. მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტის შემთხვევაში ამოგვივიდა არკანი იმპერატორი. ეს ადამიანი დიდი ალბათობით მამაკაცია ერთ შემთხვევაში საკმაოდ ესეთი იმპერატორული ბუნების, საკმაოდ მკაცრი, ცივი, ყველაფერი რომ თავისებურად უნდა რომ იყოს მის ჭკუაზე დაალაგებული, ყველაფერი უნდა მოერგოთ მის წესებს, უნდა მოერგოთ მის მითითებებს, მოკლედ, ნამდვილი იმპერატორია, რომელსაც ვერავინ ჭკუას ვერ დაარიგებს, მაგრამ ამ ადამიანს მიაჩნია, რომ თვითონ აქვს უფლება სხვებს ჭკუა ასწავლოს. აი ესეთი ტიპაჟის ადამიანია. ცდილობს რომ იყოს ავტორიტეტი, ცდილობს რომ მისი სიტყვა კანონი იყოს და რასაც სიტყვის ის გააკეთოთ და თუ ამას არ აკეთებთ, აი როგორი ტიპაჟის ადამიანია, იცი? ან ჩემი სცენარით წავა ყველაფერი, მაგრამ ან საერთოდ არ მინდა, წადი ჩემი ცხოვრებიდან. აი რაღაც ესეთი არსებაა, რა ვიცი. რას გერჩით? ხედა. ნუ მოკლედ, რას გერჩით და კი ბატონო. გერჩით პირველ რიგში იმას, რომ მას არ მოსწონს თქვენი თავისუფალი სული. ამ ადამიანს უნდა რომ მას ემორჩილებოდე, მას მიაჩნია რომ ის არის ყოველთვის მართალი, ის არის სწორი. ამ ადამიანს არ მოსწონს ის რომ თქვენ ხართ ძალიან ლაღი, ძალიან პოზიტიური, უდარდელი, ცეკვავთ, გულაობთ, ერთობით, მხიარულობთ ყველაფრის გემოიცით, აი იცით molხენის, მეგობრობის, გართობის, მხიარულების გემო. თქვენ არ დაეცემით არასდროს და თუ დაეცემით სხვას არაჩვენებთ ამ ყველაფერს და რატომღაც ამ ადამიანს თქვენი ეს თვისებები არ მოსწონს და გებრძვით ძალიან ბასრი და ძალიან გამაღიზიანებელი სიტყვებით. შეიძლება იმედი მაქვს ეს არ არის, მაგრამ მოკლედ ეს ადამიანი არის მოძალადე, ან ფსიქოლოგიურად მოძალადე და სიტყვებით ცდილობს ამ ყველაფრის გაკეთებას, ან ფიზიკურად მოძალადე ადამიანით შეიძლება იყოს. ამ ადამიანს არ მოსწონს თქვენი თავისუფლების მოყარე ბუნება, არ მოსწონს თქვენი სამეგობრო წრედ, შეიძლება თქვენი სილაღე, თქვენი პოზიტივი, თქვენი პიროვნულობა საბოლოო ჯამში, ეს თქვენი სულის ნაწილია. ის რომ თქვენ გიყვართ, თქვენი მეგობრები, მათთან ურთიერთობა, ის რომ ნებისმიერი გაჭირვების ჟამს თქვენ შეგიძლიათ გაიღიმოთ, იცეკვოთ, იმხიარულოთ, ისე იცხოვროთ, როგორც თქვენ გინდათ თქვენი ნებით, აი თქვენი სურვილით. ეს ამ ადამიანს ჭკუას აკარგინებს, იმიტომ რომ უნდა რომ მის ჭკუაზე დადიოდეთ. ეს არის ჩვეულებრივი ძალადობა, ეხა ეს მოძალადე ადამიანია. ხო, ნუ აღარ გავაგრძელებ რა, აი რას გერჩით და როგორ გერჩით. ნებისმიერ სფეროში სადაც გერჩით, იმიტომ გერჩით, რომ უნდა რომ გაგაკონტროლოთ, უნდა რომ ეს თავისუფალი სული თქვენში ჩაკლას, ძალიან ბოღმა, ძალიან ბოროტი არსება არის და
რა ვიცი, მოცილდით მაქსიმალურად ამ ადამიანს რა. რას ფიქრობს ახლა თქვენთან დაკავშირებით? ახლა ამჟამად რას ფიქრობს ეს? მოკლედ, მე წეგან ვახსენე, რომ ეს მამაკაცი არის მეთქი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ქალბატონიც, ოღონდ ძალიან ესეთი ტირანი ბუნების. ტირანი, ხო იცით, ტირანი. რომ აი ყველაფერს გაიმეტებს, მოკლავს, ისეთ სიტყვას გეტყვის, რომ გული გაგინადგუროთ, დაგიშალოთ. აი ცხოველი რა, ცხოველი კიდევ უკეთესი არის, არ დაენანება წარემწარე სიტყვების სროლა, აი ყველაზე გამწარებული და განადგურებული რო ხართ, იქაც შეუძლია, რომ იმ მომენტშიც კი ვერ შეიკავებს თავს და ბოლომდე გაგიმეტებთ ყველანაირი ნეგატიური სიტყვისთვის და აღარ მინდა ეხა სიღრმეებში შევიდე, ეს ადამიანი ფიზიკური მოძალადეც არის თუ არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ფსიქოპატი, ვიღაცა ავადმყოფი და მოსცილდით ამ ადამიანს მაქსიმალურად. რას ფიქრობს ახლა თქვენთან დაკავშირებით? მოდი ვნახოთ, რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით. ახლა, ამჟამად. ამჟამად ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან კარგად ხართ, ძალიან უდარდელად ხართ, ბედნიერად ხართ, ფიქრობს, რომ მისგან დისტანცირებული ხართ და საერთოდ არ გჭირდებათ მასთან კომუნიკაცია, ფიქრობს, რომ ძალიან ბევრს სწავლობთ, ძალიან ბევრს მუშაობთ, ძალიან ბევრს შრომობთ, თქვენს ცხოვრებას ქმნით, ხართ დამოუკიდებელი, ძლიერი, ჯადოქარი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, რომ შექმნას და გააკეთოს ცხოვრებაში და გამოსთვის კიდეც ყველაფერი. მოკლედ, ეს ადამიანი ამ ეტაპზე თქვენთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ არ ჩერდებით, აი სუსუ სიახლეებში ხართ, სუსუ რაღაცას სწავლობთ, აკეთებთ, ქმნით, სხვადასხვა სფეროებში შეიძლება ტრიალებთ, აი ძალიან აქტიურ, ძალიან ნიჭიერ, ძალიან შემოქმედებით ადამიანად გხედავთ, რომლის შესაძლებლობებიც არის უსაზღვრო, უსასრულო და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ყველა წინააღმდეგობის გადალახვა შეგიძლიათ, ყველა წარმატების მიღწევა შეგიძლიათ და საერთოდაც არაფერში არ გჭირდებათ ეს არსება და მისგან ხართ აბსოლუტურად დისტანცირებული, არ გინდათ მასთან ურთიერთობა. ამას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით. მოკლედ, თუ რეზონირდა და თუ დაემთხვა თქვენ სიტუაციებს, აი ახლა ვნახოთ რა ბუმერანგი დაუბრუნდა უკვე და რა დაუბრუნდება მომავალში. ნახოთ, რა ბუმერანგი უკვე დაუბრუნდა მას. რა დაუბრუნდა? უკვე. რა დაუბრუნდა უკვე? უკვე. კარგი. პირველ რიგში რაც დაუბრუნდა, ეს ადამიანი ფსიქოლოგიურად სხვათა შორის ძალიან ბევრი რაღაცის გაანალიზება და გადაფასება დაიწყო და რა დაუბრუნდა? ეხლა შეხედეთ რა ხდება. ეს ადამიანი არ იყო მიჩვეული იმას, რომ ვიღაცა წინააღმდეგობას უწევდა. და დაუბრუნდა ის, რომ პირველ რიგში ცხოვრებამ ასწავლა, აი ძალიან სერიოზული სულიერი გაკვეთილები მიიღო. პირდაპირ მნიშვნელობით ამ ადამიანმა ისეთი საზღვრები დაარღვია თავის ცხოვრებაში და ისეთნაირად რაღაცნაირად შეზღუდა სხვები და იმდენად არ ჰქონდა ზღვარი დაწესებული, ხო არ შეიძლება სხვისი უფლებების დარღვევა არ შეიძლება, სხვისი პირადი სივრცის დარღვევა არ შეიძლება, სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა არ შეიძლება და რადგან ეს ყოველთვის მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში ამას აკეთებდა და პლუს ძალიან საზისღარი ენა აქვს, პირდაპირ მნიშვნელობით წყევლა, კრულვაც შეიძლება, ან თუ მამაკაცია ლანძღვაგინება, რა ვიცი, არაფერს არ დააკლებს ეს ადამიანს რა, ძალიან გაბოროტებული და ჩაბოღმილი ადამიანია, მინდა გითხრათ და პირველი რაც დაეწყო, აი რაც რა კარმულად უბრალოდ ბუმერანგი რა იყო წარსულში. ბუმერანგი წარსულში იყო ის, რომ პირველ რიგში სულიერად მიაყენეს ძალიან დიდი დარტყმა. სულიერად. ერთი წამით მოდი პირდაპირ გეტყვით. თქვენ
იყავით პირველ რიგში მისთვის კარმული სასჯელი წარსულში. აი ის რაც თქვენ გააკეთეთ თქვენი მხრიდან, რაც კი შეძელით, თუნდაც დისტანცირება, თუნდაც იზოლაცია მისგან. აი ამ ყველაფერმა ძალიან სერიოზულად იმოქმედა მასზე, როგორც არ უნდა მალავდეს ეს რა თქმა უნდა მალავს და არაჩენს ამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან სერიოზული სულიერი გარდატეხები მოხდა მასში. დაფიქრდა იმაზე პირველ რიგში შიშები გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორი ვარ ადამიანურად და რამე ხომ არ შემეშალა, აი ღმერთთან, სამყარო რისიც სწამს რა, აი რამდენად მართალი ვარ ღმერთთან. სწორად მოვიქეცი მასთან თუ არ მოვიქეცი სწორად. აი ძალიან დიდი სულიერი ბრძოლები ჰქონდა ამ ადამიანს. და ეჭვი შეეპარა ცხოვრებაში პირველად მგონი ეჭვი შეეპარა საკუთარ თავში. ამ დროს თქვენ გხედავდათ როგორც ძალიან ძლიერ ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია, რომელმაც ბევრი შანსი მიიღო ცხოვრებაში. სხვათა შორის მას შეიძლება ჰქონოდა შემოთავაზებები მიუხედავად მისი ძალიან ავტორიტეტული და ძალიან ჯამაყი და რაღაცნაირი ბუნებისა თქვენთან მიმართებით, მაგრამ თქვენ აბსოლუტურად დისტანცირებული ხართ მისგან, თქვენ ის არ მიიღეთ და აბსოლუტურად შებოჭილად გრძნობდა თქვენთან მიმართებით თავს. არადა ძალიან უნდოდა, ეხლა მე ხო წარსულზე ვლაპარაკობ, ძალიან უნდოდა თქვენთან კომუნიკაცია, ერთობა, მაგრამ თქვენ ძალიან მკაცრად დაუხვდით და ამან შეამცირა თქვენი კომუნიკაცია ძალიან გაუჭირდა მოკლედ შემდეგ თქვენთან ნაბიჯის გადმოდგმა. ძალიან ბევრი იფიქრა, ძალიან ბევრი იმსჯელა, რომ როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო, აი რა წყალში გადავარდე, საით წავიდე, როგორი ნაბიჯი გადავდგა, რომ მასთან მივიდე ისევ. შეიძლება, ანუ თქვენთან კომუნიკაცია უნდოდა ამას წარსულში ხვდებით, მაგრამ აი ესე უბრალოდ იდგა და შემოგნატროდათ, შორიდან გიყურებდათ და ძალიან ესეთი ჩაფიქრებული და დადარდიანებული სხვათა შორის ფიქრობდა, რომ აი როგორ შეიძლება რომ ეს გამოვასწორო. ანუ მინდა გითხრათ, რომ წარსულში ამ ადამიანმა ვერ გეტყვით იმას, რომ 100%-ით მიხვდა მეთქი ეს ადამიანი თავის შეცდომებს, მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ იმას, რომ თქვენ გეტკინათ მისი საქციელი და რომ თქვენზე ამან ძალიან ცუდად იმოქმედა, ეს გაიგო. ხვდებით? ეს გაიგო. და წარსულში ძალიან დაიტანჯა თქვენთან მიმართებით. ესე იგი, წარსულში კარმა მისი ის იყო, რაც თქვენ გაუკეთეთ. აი თქვენ რაც გაუკეთეთ და როგორც მოიქეცით წარსულში, ამან ძალიან ძიმედ იმოქმედა მასზე. მაგრამ ეხლა ნახო, ეს არ არის ბუმერანგი. ეს არის ბუმერანგიც მიზეშედეგობრიობაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ის, რაც თქვენი ძალებით გააკეთეთ. მაგრამ ნახოთ ეხლა რა დაუბრუნდება მას სამყაროსგან კარმულად მომავალში რა ელოდება. ყოველივე იმისთვის, რაც თქვენ გაგიკეთეთ. კარმულად. აბა რა გინდოდა, ხა? რა გინდოდა, რომ იჭაჭებოდი? მოკლედ, მომავალში ელოდება ის, რომ ურთიერთობები, რომელშიც რაღაცაზე მუშაობდა, შეიძლება ცდილობდა, რომ ასეთი ყოფილიყო, ისეთი ყოფილიყო, ხო ხვდებით, კარგი ყოფილიყო, ყველა ასეთი ურთიერთობიდან, სადაც რაღაც ენერგია აქვს ჩადებული, მიიღებს გულის ტკენას. აი როგორც თქვენ გატკინათ გული, თავისი საქციელით, თავისი სიტყვებით თუ ქმედებებით, ზუსტად ისე ეტკინება გული. ძალიან ძლიერ გულის ტკენის და აი სიმწრის ენერგიას ვიღებ. ძალიან
გამწერდება, ძალიან ატკენენ გულს რა, პირდაპირი მნიშვნელობით. თქვენს მეორე ნახევართან ერთად დიდი ალბათ ბევრი შემთხვევაში ესეა, იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი პენტაკლების მეფე მყავს. გააჩნია ვინ მიყურებთ, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში იქნებით სტაბილურად, თქვენს მეორე ნახევართან ერთად, თქვენი ცხოვრებით იცხოვრებთ მშვიდად, წყნარად, აბსოლუტურად დისტანცირებული ხართ, თქვენს გზაზე ხართ, წინ მიდიხართ სულ და ეს ადამიანი რატომღაც ძალიან მარტოსული იქნება, ძალიან გაუბედურებული იქნება, გდია, განადგურებული და ფიქრობს, პირდაპირ მნიშვნელობით ეს ბედის ბორბალია. ბედი, ანუ კარმა ხო გაინტერესებთ მიიღებს თუ არა ის კარმულად სასჯელს. ზუსტადაც კარმულად მიიღებს ამას, რასაც ეხლა თქვენ ხედავთ. აბსოლუტურად განადგურდება, აბსოლუტურად აზრი აღარ ექნება მის სიცოცხლეს. ერთადერთი რითიც იცხოვრებს, ეს იქნება წარსულის ტკბილი მოგონებები. თუნდაც მაშინ, როგორც იყავით თქვენ ადრე ერთად, ეს ბავშვობა, ეს ნახე აქ პატარა ბავშვია გოგო და ეს ცოტა უფროსი, რაღაცა თბილი, ტკბილი ურთიერთობა, რაც მანამდე გქონდათ, იმაზე იდარდებს, იმაზე იოცნებებს, იმას შენატრის წარსულს. რაც წარსულში იყო ტკბილი და კარგი. და იცის, რომ ეს ყველაფერი არასდროს არ განმეორდება და თქვენ იქნებით მისგან შორს აბსოლუტურად ბედნიერი და ეს ადამიანი იქნება სრულიად ჩარჩენილი წარსულში. პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით, რაც არ უნდა ხდებოდეს მის ცხოვრებაში, მომავალზე ვლაპარაკობ, ხო? იმ წამს, იმ მომენტში, რაც უნდა ხდებოდეს. გინდა კარგი, გინდა ცუდი. ის ფიზიკურად იქ არის, მაგრამ სინამდვილეში იქ არ არის. ის ადამიანი ყოველთვის იქნება წარსულში, წარსულის ტკივილებში, წარსულის ტრავმებში, წარსულის ძალიან უბედური ადამიანი იქნება, ძალიან მარტოსული და რა თქმა უნდა, რომ ძალიან ინანებს იმას, რაც გაგიკეთათ თქვენს და სხვებსაც, იმიტომ რომ თქვენ ერთადერთი შემთხვევა არ ხართ. ჩემო ძვირფასებო, თქვენ როგორც მოგექცათ, ასეთ ძალიან ბევრს მოგცევია თავისი ცხოვრების მანძილზე. და შესაბამისად კარმულად მიიღებს იმას, რომ ყველა მიაგდებს, ყველა მიატოვებს და ძაღლად არავინ ჩააგდებს და ძალიან კარგადაც მიხვდება, რომ რაც დათესა ის მოიმკა. კი ბატონო, ეგ არის. იმედგაცრუება, ტკივილი, თავდაცვა თქვენს ცხოვრებაში იქნებით ძალიან წარმატებული, ძალიან აქტიური, ძალიან ენერგიული, მშრომელი და თვითონ იქნება სულ ქაოსში და გაურკვევლობაში და მარტოობაში, ტკივილში და დარჩში. ეს იყო მეორე ვარიანტი და მადლობა მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს. ეხლა კი გადავიდეთ უკვე მესამე ვარიანტზე. მეორე ვარიანტსაც ვეტყვი, არ დაგავიწყდეთ ლაიქები, კომენტარები და არხის გამოწერა, რომ არ გამოგრჩეთ ვიდეოები ჩემო ძვირფასებო. თუ მოგწონთ, რა თქმა უნდა და თუ იღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. თორე აქ არავინ არაფერს არ გავალდებულებთ. თქვენი ნებასურვილია ყველაფერი. კარგი. ეხლა ვნახოთ მესამე ვარიანტი. თვითონ ეს პიროვნება ვნახოთ, აბა ვინ არის? აქაც მამაკაცია, ეს მამაკაცი არის ძალიან იცი როგორი, პატივმოყვარე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის საჯარო გაშლა. შესაბამისად, შეიძლება იყოს ქალიც იგივე ენერგიებში. მამაკაცია გამოსახული არკანზე, თუმცა შეიძლება იყოს ქალი იგივე ენერგიებში და ეხლა მე აღვწერ ზუსტად ამ ადამიანის ენერგიებს. ეს არის ძალიან პატივმოყვარე, ამაყი ადამიანი, რომელსაც ძალიან მოსწონს და უყვარს, როდესაც ხედავს, რომ სხვები აფასებენ და ხელზე ეამბორებიან და პატივს მიაგებენ და ბატონო ეს და ქალბატონო ეს და მოკლედ ყურადღების ცენტრში რომ არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ძალიან პატივმოყვარე ადამიანია. ზოგადად ესეთი პატივმოყვარე ადამიანები
ასეთი ტიპის ადამიანები მინახავს და სინამდვილეში აქვთ ასეთ ადამიანებს ძალიან ბევრი კომპლექსი რა ცხოვრებაში. იმიტომაც შეიძლება მათი მარტივად წამოგება რაღაცაზე, რითი იცი? ტკბილი სიტყვით, შექებით. იმიტომ რომ ესენი ესეთ რაღაცებზე ჟარგონულად რო ვთქვა, მარტივად იკერებიან რა. იმიტომ რომ რაც ყველაზე მეტად აკლდათ ცხოვრებაში, ეს დაფასება, ეს პატივისცემა და ასე შემდეგ, რაც ყველაზე მეტად აკლდათ და უნდოდათ, მაგრამ არ ჰქონდათ, იმისი ავადმყოფური მოთხოვნილება აქვთ. ეს ადამიანი არის ძალიან პატივმოყვარე, სინამდვილეში ძალიან ბევრი სიყვარული და პატივისცემა დააკლდა ოჯახისგან, ახლობელი ადამიანებისგან და ჩამოყალიბდა პიროვნებად, რომელმაც რაღაცას მიაღწია სხვათა შორის ცხოვრებაში, რაღაც სტატუსი აქვს, მაგრამ პიროვნება არის ასეთი, რომ შენ თუ დამანახებ, რომ მე პატივს მცემ, გინდა რა ვიცი, საჩუქრებით, გინდა შენი საქციელით, გინდა მოკლედ რა, უნდა ჩანდეს, რომ აი მას აღმერთებ რა. შენ თუ ამას დამანახებ, მაშინ კი ბატონო, მე გცემ პატივს. მაგრამ შენ თუ ამას არ დამანახებ და ისე მომექცევი, როგორც ხვებს ექცევი, ხო? მაშინ მე შენთან ვიქნები ჟმოტი. ესე ბრჭყალებში რო ვთქვა, მე შენ არ დაგაფასებ და ვერაფერსაც ვერ მიიღებ ჩემგან. მოკლედ ძალიან დაკომპლექსებული, ჩაკომპლექსებული, ძალიან პატივმოყვარე, ძალიან ამპარტავანი და ესეთი ადამიანი ყველაფერი მარტივად სწყინს, ყველაფერი მარტივად მიაქვს გულთან ახლოს, ყველაფერზე შარდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ემოციური ტიპაშია, რომელსაც უნდა რომ აღმერთებდნენ და ადიდებდნენ. თუ გეცნოთ ეს ადამიანი, გავაგრძელოთ. აბა ვნახოთ ახლა ეს მამაკაცი, ან ქალბატონი, მაგრამ დიდი ალბათობით მამაკაცია. ან ქალია, ზუსტად იგივე ენერგიებით და ცოტა მამაკაცური, ანუ მასკულინური ენერგიების პატრონი ქალბატონია. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იქნება მამაკაცი, რომელსაც სულს ყურია, რომ ვიღაცამ ყოცნოს და ეფეროს და ადიდოს და აქოს და ყოველ წამს უნდა უმტკიცო ამ ადამიანს, რომ გიყვარს. ეგეთია. საცოდავი, ალბათ როგორი მძიმე ბავშვობა ჰქონდა. კარგი, გავაგრძელოთ. რას გერჩით ეს ადამიანი? რას გერჩით? რას გერჩით? რას გერჩით ეს ადამიანი? რა უნდა თქვენგან? რას გერჩით? ანუ ეს ხო თქვენი არაკეთილის მსურველია რეალურად და რას გერჩით? რას გერჩით? რა ხდება? აქაც თურქული სერიალია, თუ ბრაზილიური. ერთი წამით დავაკვირდით, რას გერჩით ეს ადამიანი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მარტივად გეტყვით ესეთ რამეს. პირველ რიგში, როგორი გამწარებული და როგორი ნაწყენი და განადგურებულიც უნდა იყოთ ამ ადამიანზე, გეტყვით ერთ რამეს. თვითონ ეს ადამიანი, გინდა ქალი იყოს და გინდა კაცი იყოს, ძალიან დიდი, შინაგანი, აი როგორ გითხრათ რა ზუსტად, დიდი რაოდენობით ტკივილს, დიდი რაოდენობით დაგროვებულ ბოღმას ატარებს, რაც იცით რისგან გაუჩნდა? პირველ რიგში ბავშვობა. შეიძლება ძალიან მოძალად და ტოქსიკურ გარემოშიც გაიზარდა. და გინდაც პირად ცხოვრებაში ამ ადამიანმა თითქოს ვერასდროს, ვერსაიდან, გინდა ქალი იყოს, გინდა კაცი, მნიშვნელობა არ აქვს, ვერსაიდან ვერ მიიღო ის ემოციური
სისავსე, რაც მას ცხოვრებაში ძალიან სჭირდებოდა. ეს ადამიანი თვითონ ესე ფიქრობს, რომ ყველამ გამანაწყენა, არავინ არ დამაფასა, ყველა უსამართლოდ მომექცა, ჩემი მდგომარეობა არავინ გაითვალისწინა, ყველამ გამთელა, ყველა მიღალატა, ძალიან დიდი დარდის, ძალიან დიდი წუხილის, მოუნელებელი ტრავმების მატარებელი ადამიანია. იტანჯება, ეხლაც იტანჯება ამ ტრავმებით, გეუბნებით რა, არ გამოვრიცხავ, რომ მოსაწევია თუ ხო ხვდებით დროებითი საშუალებები, რომ რაღაცნაირად მოწყვიტოს ამ რეალობას და ამ ტკივილებისგან გააქციოს. გინდა ქალი იყოს, გინდა კაცი, მნიშვნელობა არ აქვს, ამისკენ მიდრეკილება აუცილებლად ექნება მიდრეკილება ამისკენ ამ ადამიანს. აუცილებლად ექნება, იმიტომ რომ იმდენაირი ემოცია უდუხშიგნით, იმდენი ტკივილი აქვს და იმდენი იმხელა დაუფასებლობის შეგრძნება და უსამართლობების შეგრძნება ამ ადამიანს, რომ მუდმივად სჭირდება რაღაც ნივთიერებები, შეიძლება მედიკამენტები სჭირდებოდეს, რაღაცები, რომ რაღაცნაირად ცოტა დააბალანსოს, ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს ამ ადამიანს. ფსიქოლოგიური, ძალიან სუსტი ფსიქიკა აქვს, ძალიან სუსტი ფსიქიკის მატარებელია ეს ადამიანი. სულ რაღაცნაირად დარჩია, სულ შფოთვაშია, დეპრესიულია, როგორც არ უნდა გამოხატავდეს გარეგნულად თავს, ძალიან დიდი სულიერი, სწორედ ფსიქოლოგიური ჩავარდნები, დარდები, შფოთვები, შეიძლება პანიკური შეტევები, დეპრესიები, ესეთი რაღაცების არ ვიცი, როგორ ავხსნა, იგიც არ ვიცი უკვე. იცი როგორი რაღაც არის, ქვევრი, ხო იცით, ქვევრი, რო არ იწურება, არ მთავრდება, რაღაცა უსასრულო რო არის, უსასრულო სიღრმე, გინდაც ოკეანე ავიღოთ, ის ხო ვერასდროს ვერ დაშლება. რაღაცა დაუშრობელი, უსაზღვროდ დიდი ტკივილისა და შფოთვების მარაგი აქვს ამ ადამიანს სულში. და ვერ იცლება ამისგან. სულ იტანჯება, სულ უკმაყოფილოა, სულ დარჩია, სულ რო კითხო, არავინ აფასებს, არავის არ უყვარს, ყველამ გასწირა, ყველამ უღალატა, ყველა ამას მიკეთებს, ყველა იმას მიკეთებს და მოკლედ ამ დარჩი და ამ პრობლემებში არის სულ. დარდებისკენ, შფოთვისკენ და დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანია, ზოგადად ეს რო იცოდეთ. თქვენ რას გერჩით? თქვენ ხართ იმდენად თავისუფალი, იმდენად მებრძოლი, იმდენად როგორი გოგონა ხართ, იცი, მე ვხედავ, რომ აქ ვხედავ, რომ გოგონა ხართ, ქალბატონი, გოგონა ხართ, როგორი იცი, მებრძოლი, წავალ ამას გავაკეთებ, წავალ იმას გავაკეთებ, ყველაფერი გამოგდით, ძალიან პოზიტიური ხართ, დასვენებაა, ისვენებთ, ირგებთ ბოლომდე. გართობა ილხენთ ბოლომდე, საქმეს დაიწყებთ რაღაცას მიაწვევით ბოლომდე. თქვენც ემოციური ხართ, თქვენც გაქვთ ეს ემოციური აფეთქებები, მაგრამ თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, მებრძოლი ადამიანი ხართ, ლიდერი ადამიანი ხართ, ყველაფერი გამოგდით. დედამიწის ზურგზე ყველაფერი გამოგდით. ეხლა რა ხდება თქვენს შორის? რატო ეს ადამიანი თქვენი არაკეთილის მსურველი? ორივეს გაქვთ ძალიან ღრმა ემოციური ინტელექტი. ამ ადამიანს აქვს ძალიან ღრმა ემოციური ინტელექტი, მისი შინაგანი სულიერი დისკომფორტიდან და დეპრესიული მიდრეკილებებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ესეთ ადამიანებს თვითონ რომ ამდენი ტკივილის ტარება შეუძლიათ და ამაში იწვიან და იხარშებიან და ეს რო შეუძლიათ და ამაში რო არიან, ხო? ესეთ ადამიანებს მე შეუძლიათ რომ სხვებს გაუგონ, სხვების ტკივილი გაიგონ, სხვების რაღაცები გაიზიარონ, ხო ხვდებით? ანუ ეს სულიერი სიღრმე აქვთ ამ ადამიანებს. და თქვენ კიდე ნახე როგორი ადამიანი ხართ, თქვენ ხართ შემოქმედი ადამიანი, ძალიან ენერგიული, ძალიან აქტიური, მაგრამ გულღია, გულწრფელი და თქვენი ერთადერთი სუსტი წერტილი ის არის, რომ ადამიანები ძალიან მარტივად გტკენენ გულს.
და რაღაც მომენტში თქვენ რაღაც საერთო გქონდათ, თქვენ ერთმანეთს უგებდით, შეიძლება ამ გულისკენებს უზიარებდით ერთმანეთს, თქვენს გესმოდათ მისი და ანუ გეშებდით, იმასაც ესმოდა თქვენი, იმიტომ რომ მას ხო უამრავი ემოციას ამუშავებს საკუთარ თავში და რა თქმა უნდა თქვენს გაგიგებდათ, მაგრამ ვერასდროს ვერ შეთავსდება ეს ორი ტიპაჟის ადამიანი ერთმანეთთან. ის მუდმივად იქნება დეპრესიონერა, თავის ტანჯვის და შფოთვების ბუნკერში. პირქვე ეგდება ყოველთვის და თქვენ იქნებით მებრძოლი ადამიანი, რომელსაც გულს გატკენენ, კი ბატონო, იტირებთ, მაგრამ გადაიტანთ, ფეხზე დადგებით და მიაწვევით ბოლომდე გააგრძელებთ ცხოვრებას, იბრძოლებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ადამიანი, აი არ ვიცი ხა ზუსტად როგორ გითხრათ, მაგრამ მინდა რომ მარტივად გაიგოთ რა. მარტო თქვენ კი არ გირჩით. მთელ სამყაროს და კაცობრიობას ერჩის იმის გამო, რომ უბედურია. და თქვენთანაც აქვს ეს უკმაყოფილებები და შეიძლება მოგიქცათ უსამართლოდ, რაღაცებში შარი მოგდოთ, რაღაცები ეს ბოღმები ამოანთხიათ და განთხიათ თავზე, უსამართლოდ. იმის გამო, რომ მას აქვს ძალიან ბევრი დარდი, შფოთვა და ტკივილი დაგროვებული და შეიძლება თქვენ დაგინახათ ძალიან ისეთი უდარდელი, წარმატებული, ლამაზი, ბედნიერი, ასეთ მდგომარეობაში თვითონ იყო უბედური და ვერ გაპატიათ ის, რომ თქვენ რაღაცნაირად ცხოვრებას ირგებთ და ბედნიერი ხართ. ანუ რაღაცნაირი აცდენა მოხდა რა თქვენ შორის. და მე ვფიქრობ, რომ ვინც კიდე ყოფილიყო ეს ადამიანი და რის გამოც არ უნდა დაგპირისპირებოდა თან შარი მოედო თქვენთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ძალიან კარგია რომ ამ ადამიანთან მე ვხედავ რომ კონტაქტი არ გაქვთ და ძალიან კარგია რომ არ გაქვთ, იმიტომ რომ ესეთ ადამიანთან ურთიერთობა, ნებისმიერი ურთიერთობა თქვენნაირი ტიპაჟის ადამიანისთვის იქნება დამღუპველი. თქვენ გჭირდებათ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც არიან თქვენნაირი მებრძოლები, უყვართ სიახლეები, არიან შემოქმედებითები, უყვართ ახალ-ახალი საქმეების წამოწყება. მათაც თქვენს გტკივათ და განიცდით, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებთ, რომ გულწრფელად ამოიტანოთ ეს ტკივილი გარეთ, თუნდაც სხვებს არ მოახვიოთ თქვენი ტანჯვა წამება თავს და ის ამას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ ის არ არის თქვენნაირი ძლიერი ადამიანი. ამიტომ ეს რაღაცა გაურკვევლობა მოხდა თქვენ შორის ამ ყველაფრის გამო. მოდი ვნახოთ ახლა, თუ ამოიცანით ეს ადამიანი, მხოლოდ ამ შემთხვევაში გააგრძელეთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გააგრძელეთ ყურება. თუ არა და უყურეთ სხვა ვარიანტებს. გავაგრძელოთ ახლა, რას ფიქრობს ახლა თქვენთან დაკავშირებით ეს ადამიანი. თვითონაც ისედაც ძალიან უბედურია და რა ვიცი რა გითხრათ, რა დაანებეთ, უბრალოდ უნდა შეეშვათ, თვითონვე იტანჯება თავისი როგორიც არის, შინაგანად როგორიც არის და როგორი თავის ტარებაც უწევს, ისედაც უბედური იქნება მთელი ცხოვრება ამითი და აღარც კარმა უნდა გაინტერესებდეთ წესით მისი და აღარც არაფერი ისედაც დატანჯული იქნება მთელი ცხოვრება მარტო იმით, რომ ეგეთია. ეგ ვერ შეიცვლება ვერასდროს, ეგეთი ადამიანია პიროვნულად, ეგ არის მისი ჯვარი. ანუ რაღაცა მძიმე, რაც უნდა ატაროს, ხო? კარგი, ვნახოთ, აბა რას ფიქრობს ახლა ეს თქვენთან დაკავშირებით? ახლა, ამჟამად, ამ მომენტში, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით? რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით კიდე? ოხ. მოკლედ თქვენთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ როგორც უკვე აღნიშნე, აქაც გამოჩნდა, რომ დისტანცია თქვენ შორის და არანაირი კომუნიკაცია არ არის. თქვენთან დაკავშირებით, ასევე როგორც აღნიშნეთ, რაც დავინახე ამ არკანებში, ფიქრობს იმას, რომ
ჩემო ძვირფასებო, თქვენ მისგან განსხვავებით ძალიან აქტიური ხართ, ძალიან ძლიერი ხართ, ძალიან მებრძოლი ხართ, ყველაფერი გამოგდით, ნებისმიერ ფასად იქნებით გამარჯვებული, ფიქრობს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ, ან უკვე გააქვთ პირადი სასიყვარულო ურთიერთობა, ამის გამო დაისტრესა ეს ადამიანი და ამის გამო ფაქტობრივად ჩამოგცილდათ რაღაც გაგიჩალიჩათ, შეიძლება რომ ვერ აიტანა მისმა ბოღმიანმა პიროვნებამ, ვერ აიტანა ეს თქვენი სიკარგე, თქვენი განსაკუთრებული ცეცხლოვანი ენერგია, თქვენი განსაკუთრებული ძალების შესაძლებლობები, თქვენი განსაკუთრებული უნარი, რომ მაინც ბოლომდე იბრძვით, სანამ არ გაიმარჯვებთ. ვერ აიტანა ის, რომ თქვენ მამაკაცებისთვის სასურველი ხართ, ძალიან მიმზიდველი ხართ, გიждდებიან მამაკაცები თქვენზე თუნდაც. ვერ აიტანა ის, რომ თქვენ ასეთი ხართ და ის კიდევ მუდმივ დისბალანსშია, ყველა სფეროში, მუდმივი ბრძოლა უწევს ყველაფერთან და თქვენ კიდე ხართ ნამდვილი დედოფალი და რაღაც მომენტში ეს თქვენი სიმყარე და ეს თქვენი სიძლიერე ჩათვალა ღალატად. აი არ ვიცი რატომ, მაგრამ ესე ჩათვალა. და ეს ადამიანი ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით, რომ თქვენ ბევრი შანსი გაქვთ ცხოვრებაში, რომ თუნდაც ფინანსურად განვითარდეთ, თუნდაც კარიერულად განვითარდეთ, თუნდაც ოჯახი გქონდეთ, ძალიან სრულყოფილი და აი პირად ცხოვრებაზე მიმახვილებს, რატომღაც ეს პირად ცხოვრებაზე მიკეთებს აქცენტს, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ ძალიან ბედნიერი პირად სასიყვარულო ურთიერთობაში და რატომღაც ამ ადამიანს გონია, რომ ნებისმიერი კაცის გული შეეგიძლიათ მარტივად დაიპყროთ. მოკლედ, ჩაიბოღმა ჩემო ძვირფასებო ეს ადამიანი თქვენით, გამწარდა. რა ქნას? ჩაბოღმილ, უმწეო, უსუსურ, რაღაცნაირად ცხოვრებაზე გაბოროტებულ ადამიანს ხედავ. ძალიან სუსტი ადამიანია. ძალიან, ეს არ არის მებრძოლი. ეს არ არის მებრძოლი ადამიანი. კარგი, ნახოთ, მაინც ნახოთ, აბა, ისეც სულ ტანჯვაში და უბედურებაში ყოფილა და ნახოთ, აბა, მაინც კი ბატონო. რა დაუბრუნდა ამ ადამიანს უკვე? კარმულად. მას შემდეგ, რაც თქვენთან ეს რაღაცა უკმაყოფილება მოხდა. რა დაუბრუნდა მას კარმულად? რა საინტერესოა? რა დაუბრუნდა? კიდე? ბუმერანგი ნამდვილად დაუბრუნდა და დაუბრუნდა არა ერთ სფეროში, არამედ ყველაფერში. იმიტომ რომ არკანი სამყარო გვაქვს და სამყარო აღნიშნავს ადამიანის ცხოვრების მთლიან ყველა სფეროს. რა სფერო, აი ადამიანის ცხოვრება ხო ბევრი სფეროსგან შედგება, ხო? მეგობრობა, სიყვარული, ფინანსები, სამსახური, ჯანმრთელობა, ყველა სფეროში მიიღო დოზებად ესე რაღაც ყველა სფეროში გადაუნაწილდა ეს ბუმერანგი. განსაკუთრებულად მისთვის მძიმე იყო, შეიძლება პირველ რიგში აღმოჩნდა, რომ თვალების პრობლემა ჰქონდა, ან ოპერაცია გაიკეთა თვალებზე, აი თვალები, მხედველობის პრობლემა, პირდაპირ მნიშვნელობით მხედველობის პრობლემაც გამოიკვეთა. ესეც იქნება ბევრ თქვენგანთან და ასევე ზოგადად გაურება, მენტალური გაურება, რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, რა გზას დავადგე. მოკლედ, აირია ცხოვრებაში, აი ძალიან აირია თავის ცხოვრებაში, ყველანაირად. აბსოლუტურად დისტანცირებულია იმათგანაც კი, აი ნახე, თქვენთან ხო დაასრულა ამ ადამიანმა ურთიერთობა და ხო ვითომ გააგრძელა თავისი ცხოვრება, რომ ეხლა მე ვიშრომებ, ეხლა მე ახალ ცხოვრებას დავიწყებ, აი აგერ ამ მეგობრებთან ერთად ვიქნები, კარგ დროს გავატარებ, მაგრამ ისე დაუტრიალდა ყველაფერი, რომ ამათ მათ ზურგი აქციეს, ანუ ამათგანაც შებრუნდა
და აი მათთანაც კი, აი ხო უეჭველი გეცოდინებოდათ ბოლო პერიოდში ვისთან ჰქონდა ჯანსაღი და კარგი ურთიერთობა. და ისე მოხდა, რომ ამათგანაც კი დისტანცირება მოუწია და ზურგში ქცევა. რატო? იმიტომ რომ ნახე როგორია თავდაცვის მდგომარეობაში მოუწია ყოფნა მათთანაც. ანუ იმათთანაც ვერ ნახა კომფორტის სიმშვიდე და უსაფრთხოება და სრულიად მარტო თავის ფიქრებთან აი ესეთ მდგომარეობაში იყო, მარტო სული, უბედური, თითქმის პარალიზებული ადამიანი. მაგრამ ერთადერთი რაც ანუგეშებდა ხოლმე ის, რომ აი ფინანსები, აი ჩემს რაღაცა კომფორტს შევქმნი, ვიმუშავებ, ჩემ ფულს დავაგროვებ და მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ. მაგრამ კონფლიქტები, სიუხეშე, მე ვფიქრობ, რომ აქ ვისთანაც დასაქმებული იყო, ანუ ვინც ფულს უხდიდა ხოლმე, იმათგან მიიღო კიდე რაღაცა манипуляციები და აფერისტობები, ანუ დიდი ალბათობით ფული მოუტეხეს, რაღაცა მოატყუეს, გააცურეს, რაღაცა შეჰპირდნენ და არ გაუკეთეს და ამ ყველაფერმა მის გადაწყვეტილებებზე მომავალზე ძალიან იმოქმედა. ის ელოდებოდა მათგან რაღაც სარგებელს, რასაც შეპირებულები იყვნენ, მაგრამ მოატყუეს, გააცურეს, შესაბამისად ის გეგმები მომავალთან დაკავშირებით, რაც ჰქონდა, რომ ეხლა აი ამას რომ მივიღებ, მე ამას გავაკეთებ, ყველაფერი წყალში ჩაეყარა, რასაც გეგმა უნდა ვერაფერს ვერ მიაღწია და საბოლოო ჯამში არის აგერ ამ მდგომარეობაში ხმლების ათიანი, აი მენტალურად სრულიად განადგურებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოკვდა ადამიანი და არ ნიშნავს იმას, რომ აგერ მართლა ფიზიკურად მოკვდა და განადგურდა, მაგრამ მენტალურად აი ყველანაირად ცხოვრებისეულად განადგურებულ მდგომარეობაშია. ეს არის ის, რაც აქამდე მიიღო, უკვე მიიღო ბუმერანგი და ვნახოთ, რამდენიმე არკანით ვნახოთ კიდევ რა ელოდება წინ, რასაც მიიღებს. კიდევ რა ელოდება მომავალში, რასაც მიიღებს ეს ადამიანი, ეს არაკეთილის მსურველი კარმულად. რა ელოდება კიდე. კარგით რა. არ უნდა მეცოდებოდეს, ვიცი, ხო, მაგრამ მეცოდება უკვე. ვაიმე, რა გავაკეთო? აი, ყოვლად უბედური ადამიანია. მე მგონი მარტო თქვენთან არა აქვს რაღაცები მიქარული, იმიტომ რომ ამდენი უბედურება მარტო, რა ვიცი, თქვენთან ჩადენილი საქმეების გამო თუ ემართება, არ ვიცი, მაშინ რა გაგიკეთეთ ამისთანა. მოკლედ, მომავალში ელოდება ის, რომ თავისი წინ დაუხედაობით, თავისი სულელური და უაზრო დაუფიქრებელი საქციელების გამო რაღაც ძალიან დიდ ჩიხში გადავარდება, სადღაც გადაიჩეხება პირდაპირ მნიშვნელობით, აი ძალიან უაზრო ადამიანია, ძალიან დაუფიქრებელი ადამიანია. მერე სადაც გადაიჩეხება და რა უბედურებასაც შეხვდება, აი თავის დაუფიქრებლობის გამო, მერე ამის გამო ჩავარდება დეპრესიაში, ამის გამო ჩავარდება, მე ხო ვთქვი თავიდან დეპრესიონერა არის მეთქი, ამის გამო იტანჯება მერე არის სრულიად აი როგორ გითხრათ, ემოციურად აფეთქებული, განადგურებული, დუხს მისი ემოციები, მერე გაბრაზდება თან, არ ვიცი, სადღაციდან გაქცევად შეიძლება მოუწიოს, იმიტომ რომ იძულებითი გადასვლა, იძულებით გადაადგილებას ვხედავ. აი რაღაც სიტუაციაში მოხდება ისეთ რაღაცას გაუჩალიჩებს თავის თავს, მეტი არ შეიძლება. აბსოლუტურად აი ხელფეხშეკრული იქნება თვალება ხვეული, რა უნდა გააკეთოს, ისიც არ იცის. ასე უაზროდ ხო იქცევა და კიდე ეს იაგრძელებს, კიდე უაზროდ იქცევა, კიდე უაზროდ ფანტაზიებში ამყოფებს თავის თავს. არ ვიცი აქ რა ვთქვა, კიდე უაზრო იცი როგორი დაუფიქრებელი ადამიანია, მომავალს რო აი რაციონალური აზროვნება არ გააჩნია ამ ადამიანს.
არ გააჩნია. ეს არის აყოლილი ემოციებზე და მომენტალურად აი ფეთქებადი ადამიანია და მომენტალურად აი ხა ეს მომინდა ამას გავაკეთებ. ეხა ამას ვიზამ, ეხლა იმას ვიზამ. მომავალზე კი შედეგებზე არ ფიქრობ საერთოდ და აი ამის გამო ეს ადამიანი ბოლომდე დაიღუპავს თავს. ასევე აქ ხედავ პირად სასიყვარულო ცხოვრებაში ვიღაც ადამიანთან კომუნიკაციას, რომელზეც ძალიან დიდ ოცნებებს და იმედებს ამყარებს და იქნება როგორ მდგომარეობაში იცი, აი რაღაცების გამოძიებაში, შეისწავლეს ამ ადამიანის ცხოვრებას, ეცნობა, რაღაცებს გეგმავს, ჩხრეკავს, ასე შემდეგ. და ეს ადამიანი კი გამოვა მასთან კონტაქტზე, რაღაც შემოთავაზება იქნება, მაგრამ ყველაფერი აბსოლუტურად რა იმედებსაც ამ ადამიანზე ამყარებს, არკანი კოშკი, ყველაფერი თავზე დაენგრევა. ბუმერანგი თუ გინდოდათ, ეს არის ბუმერანგი. რა ვიცი, ყველა სფეროში ადამიანს ელოდება იმედგაცრუება და ადამიანს ელოდება უბედურება და ყველაფრის თავზე დამხობა და თავზე დაქცევა. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ეს იყო 3 ვარიანტი, მადლობა 3 ვარიანტის წარმომადგენელს და მხოლოდ ერთს დავამატებ. ადამიანები სოციალური ქსელით, თუნდაც ისედაც, როცა რეალურად ვხედავთ, არასდროს არ გვაჩვენებენ მათ ნამდვილ შინაგან ცხოვრებისეულ მდგომარეობას. ყოველთვის გვიფუთავენ ამ ყველაფერს და ისე გვაჩვენებენ. არ მოგატყუოთ მათმა შენიღბულმა ცხოვრებამ, რომ ვითომ ბედნიერები არიან და ვითომ უდარდელები არიან და კმაყოფილები არიან თავისი ცხოვრებით. არ მოგატყუოთ ამ ყველაფერმა. ეს თქვენი აი ამ არაკეთილის მსურველების შემთხვევაში ეს იქნება ჩვეულებრივი სპექტაკლი, დადგმული მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ განახონ, რომ ოი, როგორი ბედნიერია და როგორი უდარდელი ცხოვრება აქვს. და ამ დროს კი ძალიან კარგად აგიხსენით, მე მგონი უკვე თუ რა უბედურებების წინაშე დადგნენ და დადგებიან თქვენი არაკეთილის მსურველები. საბოლოო ჯამში ერთს გირჩევთ თქვენს და ჩემს თავსაც, მეც ძალიან ფიცხი ადამიანი ვარ და დაუნდობელიც ვარ რაღაც მომენტში, როდესაც მე უსამართლოდ მექცევიან, მაგრამ ჩემი მთელი ცხოვრებისეული გამოცდილებით დავრწმუნდი, ცხოვრებამ დამარწმუნა იმაში, რომ ადამიანები ყოველთვის იღებენ კარმულად უკან ბუმერანგს. როდის ეს ჩვენ არ ვიცით, შეიძლება ამ ცხოვრებაში არც მიიღონ და მიიღონ სხვა ცხოვრებაში, მაგრამ იცოდეთ, რომ ვინც უსამართლოდ მოგექცევათ, ვინც გაგამწარებთ, ვინც რაღაცას დაგაკარგინებთ, გაგაუბედურებთ, იცოდეთ, რომ აი ზუსტად იგივეს გაივლიან თვითონ. ამიტომ უბრალოდ მეგობრულ ჯიგრულ რჩევას მოგცემთ. აღარ იფიქროთ რა ამ ადამიანებზე, ყველა თავისას მიიღებს, აღარ იფიქროთ თქვენ ამ ადამიანებზე, გაუშვით თავის გზაზე. უბრალოდ თქვით, რომ როგორი მართალიც ჩემთან ხარ, ისეთი გზით იარე. რაც მე გამიკეთე, აი ეს მიგიღოს უკან სამართლიანად და აღარც იფიქროთ ამ ადამიანებზე. არც დაწყევლოთ, არც რაღაც ცუდი უსურვოთ, ყველა მიიღებს თავისას ისედაც და თქვენ არც იფიქროთ ამ ადამიანებზე, უბრალოდ გააგრძელოთ თქვენი ცხოვრება. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ ჩემს მაყურებლებს და მინდა გისურვოთ ყველანაირი ბოროტების, ღვარძლის, ბოღმის, ტკივილის გარეშე უდარდელ მშვიდ ბედნიერ ცხოვრებას. ძალიან მიყვარხართ. დაალაიქეთ ეს ვიდეო თუ მიიღეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაციები, დაწერეთ კომენტარები, მაინტერესებს თქვენი შეფასებაც და არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერაც და მეგობრებისთვის გაზიარებაც. ჩემთან პირად კონსულტაციებზე კი შეგიძლიათ ჩაეწეროთ კომენტარებში მითითებულ ნომერზე, მომწერეთ მხოლოდ WhatsApp-ზე. არ დამირეკოთ მეგობრებო, ძალიან გთხოვთ. აბა დროებით მომავალ ვიდეომდე.